მე გადავწყვიტე მოგმართოთ დღევანდელ საპარლამენტო კენჭისყრასთან დაკავშირებით, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, სამარცხვინო ფურცლად ჩაიწერება ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში. საქართველოს პარლამენტმა გადალახა დღეს პრეზიდენტის ვეტო და ძალაში შეიყვანა სრული მასშტაბით ამნისტიის კანონი. მე დავადე ვეტო ამ კანონს გუშინ, იმიტომ რომ მინდოდა ქვეყნისთვის თავიდან ამეცილები ამ კანონის ყველაზე უარყოფითი ასპექტები. ყველაზე უარყოფითი ასპექტები, რომელიც ეხებოდა გარდა ყველა დანარჩენი კატეგორიების შეწყალებისა, პედოფილების, მოზარდთა მიერ ძალადობის გარყვნილების ჩამდენების და რუსეთის ჯაშუშების და სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილე სამხედრო ელემენტების მიამბოხეების გარეთ გაშვებას. საქართველოს პარლამენტმა მოახდინა ამ ვეტოს გადალახვა და ამგვარად სრული პასუხისგებლობა აიღო ფუნდამენტურად ანტისახელმწიფოებრივ საშიშ აქტზე, რომელიც ხორციელდება ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების და ჩვენი საზოგადოების მიმართ. მე ნამდვილად არ მინდა თქვენი შეშინება, მაგრამ არ შემიძლია არ გითხრათ, რომ ის რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით ნარკორეალიზატორები დიდი რაოდენობით გადიან გარეთ, ნიშნავს იმას, რომ რაც მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ შევამცირეთ ნარკომანია, გავდევნეთ ჩვენი ეზოებიდან, გადავარჩინეთ მთელი თაობა ჩვენი ახალგაზრდობის, ეს ყველაფერი გადაგვეყრება წყალში. მე არ მინდა თქვენი შეშინება, მაგრამ იმ პირობებში, როცა ამდენი ყაჩაღი, ამდენი ხულიგანი, ზოგს მოეხსნა პრობაციონერობა და ათასობით რამდენიმე ათასს უკვე, რამდენიმე 10,000-ზე მეც თუ არ ვცდები და დანარჩენები გამოდიან გარეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ და ზეგ ხულიგნები, ძარცველები, ყაჩაღები, ჯიბის თუ სხვა ქურდები, ბინის ქურდები, ბევრად უფრო თამამად დაესხმებიან ჩვენ შვილებს ქუჩებში, ბევრად მეტი იქნება წვრილმაინდანაშაული, ბევრად მეტი ბინა გატყდება საქართველოში, ყველაფერი ის, რაცაც მივაღწიეთ და რაც აღიარებული იყო მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, საქართველოს მე მინდა შეგახსენო, ყველას ითვლებოდა ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ევროპაში და ეს არ არის ჩემი პიარი, ეს იყო რეალობა, იყო მართლა ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში. ეს ყველაფერი ამ და სხვა გადაწყვეტილებებით დიდი საფრთხის და დარტყმის ქვეშ დგება. ჩვენ გვაქვს და რაც შეეხება იმას ასევე პოლიტიკურ ასპექტებს ამ ყველაფრის. პარლამენტმა გაუშვა რუსეთის ყველა ჯაშუში გარეთ. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც სამკვდრო სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას. ეს ყველა საქმე იყო კარგად გამოძიებული, რა თქმა უნდა, ჩვენ ალბათ ყველა რუსეთის ჯაშუში არ აღმოგვიჩენია, მაგრამ ბევრი ქსელი რუსეთის განეიტრარებული იყო და ამ ხრივ საქართველოს ფუნდამენტურად უსაფრთხოების უფრო მაღალი დაცვა ჰქონდა წინა წლებში შექმნილი. რუსების ჯაშუშების, საქართველოს ოკუპანტის ჯაშუშების გარეთ გაშვება არამხოლოდ წარმოუდგენელი უკანონობა და უქმნის საფრთხეს ეროვნულ უსაფრთხოებას, არამედ წაახალისებს ნებისმიერ სხვას, ვინც მომავალში მზად არის იგივე ქმედება განახორციელოს საკუთარი ქვეყნის მიმართ, ჩაიდინოს პირდაპირ ვთქვათ საკუთარი ქვეყნის ღალატი. არც ერთი თავის პატივიცემელი ქვეყანა, მით უმეტესად ნაწილობრივ ოკუპირებული, ასეთ ნაბიჯებს, ასე ხელაღებით არასდროს არ დგავს. მე მინდა შეგახსენოთ ყველას, მაგალითად პრეზიდენტ შევარდნაძეს თავდასხმელები ტერორისტები მთელი ამ წლების განმავლობაში მე არ შევიწყალე. და არ შევიწყალე იმიტომ, რომ რა მნიშვნელობა აქვს რომელ პრეზიდენტს დაესხან თავს. ადამიანი როცა დგება ტერორიზმის გზაზე, ჯაშუშობის გზაზე, თავის ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედების გზაზე, სამხედრო ამბოხის გზაზე, ის არის არა ზოგადად რომელიმე მთავრობის მტერი. ის არის თავის ქვეყნის უსაფრთხოების, თავის ქვეყნის მომავლის, ჩვენი შვილების და ჩვენი შვილთა შვილების მომავლის მტერი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტერი და ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის დიდი პრობლემა. დღეს საქართველოს პარლამენტმა შექმნა პრეცედენტი, რომ შეგიძლია შენ ქვეყანას უღალატო, შეგიძლია ღიად იმუშაო სხვა ქვეყანაზე, შეგიძლია ამბოხი მოაწყო შენი ქვეყნის ინსტიტუტების წინააღმდეგ, მათ შორის სამხედრო ამბოხი და შენ ეს ყველაფერი შეიძლება გეპატიოს მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოში მთავრობა შეიცვალა. ეს არის ძალიან საშიში რამ. ჯერჯერობით დიდი მწუხარებით მითხრება იმის კონსტატირება, რომ ამ პარლამენტმა თავის დაამახსოვრა ხალხს მხოლოდ ორი რამით. პრეზერვატივებზე
ბუსუსების აკრძალვით და პედოფილების და ჯაშუშების გარეთ გაშვებით. და ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ არის სამარცხვინო და მე ვერ ვიხსენებ ასეთ პრეცედენტებს დამოუკიდებლობის შემდეგ ვერც ერთი პარლამენტის ისტორიაში. მე ამას ვამბობ დიდი გულის ტკივილით, დიდი დანანებით, არა როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, არამედ როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. ამის პარალელურად რომ აცა ამდენი დამნაშავე გამოდის გარეთ. ყველაფერი თითქოს უკუღმა დადგა. დღეს რამდენიმე საათის წინ ბათუმში დაიბარეს ანტიკორუფციული გამოძიების მიზნით ლევან ვარშალომიძე. არა მხოლოდ დაიბარეს, არამედ დაახვედრეს მთავრობის აქტივისტების ჯგუფი კარებთან, რომელიც მათ მიაყენეს შეურაცხყოფა, რომელთაც გაიწიეს მათზე. მე მინდა ყველას უთხრა, ღირსებაც უნდა გქონდეს როგორც საზოგადოებას. ბათუმი და აჭარა, რომელიც იყო მიწასთან გასწორებული, განადგურებული. არავინ არ იცოდა საერთოდ რა იყო და როგორ იყო სოფლიოში და ჩვენ ვიცოდით რა უბედურ დღეში იყო. ამ კაცმა ერთპიროვნულად, ჩემი დახმარებითაც, დააყენა ფეხზე. აქცია ევროპის ისეთ რეგიონიდან, რომელსაც მთელი ევროპა და მთელი მსოფლიო შენატრის, ეს ხო ჩემი ლაპარაკი არ არის, შეხედეთ სტატიებს, შეხედეთ რა და თვალები გაახილეთ და შეხედეთ რა აშენა ვარშალომიძემ. რა აშენათ და რა გააკეთა აჭარაში და რას აშენებდა და რას აკეთებდა. აქცია აჭარა ნამდვილ დააყენა გზაზე რომ ყოფილიყო ნამდვილი წალკოთი. და არა მხოლოდ ფეშენებელური სასტუმროები. რამდენი უსახკაროთა სახლი აშენა. რამდენ ადამიანს გაუმართა ხელი. რამდენი 10,000 სამუშაო ადგილი შექმნა. მე თვითონ ხო რა ამის მოწმე რომ დღე და ღამე არ უძინია და მართლა არაფერი არ უნდა თავისთვის. არც პირადი ცხოვრება მოუწყია, არც პირადი კეთილდღეობა არ მოუწყია. დღე და ღამე კიდევ ერთხელ საერთოდ თვალი არ მოუხუჭავს, დაძდევდა ინვესტორებს, ქმნიდა ამ სამუშაო ადგილებს, ფიქრობდა რა გაეკეთებია კიდე მშობლიური მხარისთვის. და ის ხალხი, ვინც იძახის, რომ ასლან აბაშიძეს უნდა მოუხადოს ბოდიში, რეაბილიტაცია გააკეთოს, სეპარატისტის და ციხეში ან ციხით უნდა დაემუქროს ვარშალომიძეს, რომელმაც დააბრუნა აჭარა საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში 1 გრამი არ ყოფილა გადაცდენა ამ მიმართულებით მთელი ამ წლების განმავლობაში. ეს არ იყო მარტივი პროცესი. რომელმაც შეძლო ფეხზე დაყენება და მართლა ყველას სამაგალითოდ ამ რეგიონის ქცევა დღეს უნდა იკითხებოდეს იმ ადამიანების მიერ, რომელიც მოითხოვენ ასლან აბაშიძის რეაბილიტაციას. მე ვფიქრობ, გავა დრო და ჩვენ ყველას შეგწყვება, რომ ამ ყველაფრის იმათ ვინც მონაწილეობდა ამ ყველაფრის მონაწილე იყო და ვინც ამაზე პასიურად რეაგირებდა ან რამენაერად იდგა იმ ხალხის მხარეს, ვინც ამას აკეთებდა. მე არ ვიცი რა გამართლება შეიძლება მომავალში მოუძებნოს ყველაფერ ამას. მე დღეს ვყავდა ალეკო ხეთაგური, საქართველოს ენერგეტიკის ის მინისტრი, რომელიც გაანათა საქართველოს ნიკა გილაურთან ერთად, რომელიც იყო შემდეგ ფინანსთა მინისტრი, რომელმაც მართლა ნულიდან ააშენა ქართული ენერგეტიკა, რომელსაც ახლა სხვა შორის წარმატებით ანგრევენ, იმიტომ რომ ენერგო კომპანიებს უხსნიან ვალდებულების და ესე იგი უნდა მიგვაპან რუსეთს ჩვენი ენერგოდამოკიდებულებით. ისევ ხელახლა, როგორც ეს იყო ძველ დროს, შევარდნაძის დროს და საბჭოთა პერიოდში, ალეკო ხეთაგურის გირაოს თანხა და ეს იყო კაცი, რომელიც მუშაობდა მუდმივად იმ თანამდებობაზე, სადაც სხვა დროებში გაკეთებოდა ფული. 15,000 ლარი და მე ვარ ამის მოწმე და აქამდე არასდროს არ მithქვა შეაგროვეს მისმა ყოფილმა თანამშრომლებმა. მას არ აღმოაჩნდა ეს 15,000 ლარიც კი. ეხლა ვინც რაც არ უნდა გველაპარაკოს, ეს არის სიმართლე. რომ ეს ხალხი ამ წლების განმავლობაში, ვარშალომიძე, ხეთაგური, ბევრი სხვა თანამდებობის პირით ჩემი მთავრობის. ვაშენებდით საქართველოს, იმიტომ რომ გვინდოდა აგვეშენებია ქვეყანა და არ აგვეშენებია ჩვენი პირადი კეთილდღეობა. ჩვენი კეთილდღეობა, ეს არის საქართველოს კეთილდღეობა და პირიქით. იმ ხალხს, ვინც ახლა მოვიდა ხელისუფლებაში, ამას გაგება არ სურს ეტყობა და არ შეუძლია. მაგრამ მე მიმართავ ამ შემთხვევაში საზოგადოებას. ჩვენ უნდა ყველა მოახდინოთ კონსოლიდირება იმისათვის, რომ ეს უსამართლობა, ამ უსამართლობა საბოლოო ჯამში საქართველოში ვერ გაიმარჯვოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერ გაიმარჯვებს. დღეს ზეიმი არა მხოლოდ უსამართლობის, რაც მოხდა, თუნდაც ეს ფაქტები რაც ჩამოთვალა, არამედ ერთ კონკრეტულ დედაქალაქში აქვს დიდი ზეიმი. იმ კონკრეტულ დედაქალაქში, რომელიც სადაც აცხადებენ, რომ ძალიან დადებითი სიგნალები მიიღეს
ჩვენი ქვეყნის ახალი მთავრობიდან და ახალი პარლამენტიდან. დღეს მათ გაუგზავნეს მორიგი ძალიან დადებითი სიგნალი. მათ ალბათ მოიგეს. საქართველოს დღეს ნამდვილად წააგო. მე მიმაჩნია, რომ ეს არის დროებითი წაგება. და ჩვენ ყველაფერს შევატრიალებთ უკან. მაგრამ ამისთვის ჩვენ გვჭირდება, რომ საზოგადოება დადგეს ერთად და ყველა ამ თემაზე ღიად ვიმსჯელოთ და დისკუსია ვაწარმოოთ და ჩვენი დასკვნები გამოვიტანოთ.